კვარაცხელიას ემოციები და მორიგი აღიარება. რას ამბობენ ქართველზე ლეგენდები. დავითაშვილის მორიგი წარმატება და ეროვნული ნაკრების შემადგენლობა. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ლონდონიდან, სადაც ჩემპიონთა ლიგის საფასუხო მერვედ ფინალურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩელსის ესტუმრა და 3-0 დაამარცხა. ორი შეხვედრის ჯამში 8-2 და მეოთხედ ფინალშიც გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოლის გატანა პირველი შეხვედრის მსგავსად ამ დაპირისპირებაშიც შეძლო და ამჯერადაც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პარი სენ-ჟერმენის მიერ გატანილი ამ 8 გოლიდან ქართველის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრაში გატანილი გოლი ხვიჩამ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა და გატანილი გოლი ჰაგიმთან ერთად ტრადიციულად არ აღნიშნა. კვარაცხელიამ ქართულ მედიასთან შეხვედრის შემდეგ ქართულ ხალხს ბოდიში მოუხადა მუხლებზე გასრიალების გამო. მისი თქმით, მსგავს აღნიშვნას არ გეგმავდა, თუმცა თამაში იმდენად იყო ჩართული, რომ ემოციების გაკონტროლება ვერ შეძლო. რის გამოც ძალიან ინერვიულად და პატრიარქზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა. ქართველმა პარი სენ-ჟერმენის მორიგ გამარჯვებაზე უცხოურ მედიასთანაც ისაუბრა. კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც. ჩემი გადასაწყვეტი არაა საუკეთესო სეზონი მაქვს თუ არა. მე ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. მინდა ამ კლუბს ყველაფერი მივცე და უბრალოდ ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო. ვფიქრობ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთ საოცარ ატმოსფეროში იმარჯვებ. თავდაჯერება უნდა დაგვებრუნებინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცით, რომ წინ უამრავი თამაში გველოდება და მომდევნო შეხვედრებისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ჩელსის წინააღმდეგ გოლის გატანა ფანტასტიკური შეგრძნება იყო. მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო შეხვედრებისთვის დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ. საუკეთესო ფორმის დაბრუნებას ვცდილობთ და ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია, რადგან შარშან ჩემპიონთა ლიგა უკვე მოვიგეთ, თუმცა წელს ეს ძალიან რთული იქნება. მთავარია ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყოთ და თავდაუზოგავად ვიმუშაოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მეტოქე არ არსებობს. სრულყოფილება ფეხბურთში არ არსებობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პარიზული შეხვედრის პირველი 80 წუთი ძალიან რთული იყო. მას შემდეგ, რაც პირველი შეხვედრა 5-2 მოვიგეთ, დღეს ჩვენი დონე შევინარჩუნეთ. მეორე შეხვედრა განსხვავებული იყო, იმიტომ რომ კონტრშეტევებზე ეფექტურად მოქმედებდით და გავიტანეთ 2 გოლი, რომელმაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. ასეთი შეხვედრების გაკონტროლება ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ ჩელსი არის ძლიერი გუნდი, რომელსაც სწრაფი გოლის გატანა სურდა. ასეთ დროს ბურთის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანი კონტრშეტევებისა და ბურთის ფლობას შორის ოქროს შუალედის პოვნა იყო. გვინდოდა ბურთის ფლობით დაგვეცვა თავი. შესანიშნავად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, პატივს გცემს. ვინაიდან იციან თუ როგორი ფეხბურთის თამაშისკენ ვისწრაფვით. ამ პატივისცემას ვგრძნობ და ეს ძალიან სასიამოვნოა. მოუთმენლად ველოდებით მეოთხედ ფინალს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კვარაცხელიას თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა იტალიაში. ქართველი ფეხბურთელის საოცარ პერფორმანსზე ალესანდრო კოსტა კურტამ, პაულო დი კანიომ და ფაბიო კაპელო მისაუბრეს. კვარაცხელიამ მეტოქე ფაქტობრივად გაანადგურა. პირველ შეხვედრაში 2 გოლით და შემდეგ საფასუხო შეხვედრაშიც მე-6 წუთზე გატანილი გოლით. თავდამსხმელისგან მეტი რა უნდა გინდოდეს. კი, თამაშის დასაწყისშიც და ბოლოშიც გაანადგურა. ყველაფერი ნათელი გახდა. პარი სენ-ჟერმენმა დაიბრუნა თავდაჯერება. როცა წინ გადიან, უფრო მეტი სიამოვნებით თამაშობენ. 3-0, 5-2, ყველაფერი ცხადია. ეს არის განსხვავება ამ შეხვედრებში. პარი სენ-ჟერმენი არის კარგად აწყობილი გუნდი. ჩელსი კი ნიჭიერი ფეხბურთელებისგან შემდგარი, მაგრამ ჯერ კიდევ გუნდურ სიმფონიად ჩამოსაყალიბებელი. პარი სენ-ჟერმენი კი უკვე შვენიერი სიმფონიაა. პაულო კვარაცხელიას მაჩვენებლებს გეტყვი, რომელიც მნიშვნელოვანი საღამოების კაცია. გოლი გაიტანა სპორტინგთან, საგოლე პასი ნიუკასლთან, გოლი მარსელთან კლასიკში, მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგაზე, ჩელსისთან დუბლი და ახლა ისევ ჩელსისთან გოლი. ის განსაკუთრებულ მატჩებში ბრწყინავს. იმიტომ რომ უდიდესი შესაძლებლობების ფეხბურთელია. ის ჩვენ იტალიაში აღმოვაჩინეთ, რადგან როცა აქ ჩამოვიდა, ნამდვილად ცოტა თუ იცნობდა. მან მოიგო სკუდეტო ნაპოლიში. ხვიჩა და ოსიმენის პალეტის ჩემპიონობაში საკვანძო ელემენტები იყვნენ. მახსოვს, შარშან სანამ ნაპოლიდან წავიდოდა, ამბობდნენ, რომ პროგნოზირებადი ფეხბურთელი ხდებოდა. თუმცა ვთქვათ, რომ დიდ შეხვედრებში პროგნოზირებადი ნამდვილად არ არის. პირიქით. პაულო პროგნოზირებადი იყო, რადგან მოტივირებული არ იყო, წასვლა სურდა. აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რეიმონდ დომენიკმა. ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი ფიზიკა აქვს, სწრაფად გადაადგილდება. შეუძლია მიმართულების უეცრად შეცვლა და ნებისმიერ მხარეს წასვლა. ორთაბრძოლებში ძლიერია. გრჩება შტაბეჭდილება, რომ ფიზიკურად სუსტია, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლებში შედის, ხედავ, რომ ძალიან ძლიერია. ამ ყველაფერთან ერთად კვარაცხელია ტექნიკითაც გამოირჩევა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ შეხვედრებში უფრო მეტად მოტივირებულია და ფაქტია, რომ ის განსხვავებას ქმნის. როდესაც ყველაზე დიდი წნეხია, ის სწორედ მაშინ არის გამორჩეული. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 11 თამაში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის მომდევნო მეტოქე, ასევე ქართველის ლივერპული იქნება. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ენფილდზე გალათასარაის უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა. გიორგის ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ მამარდაშვილს 8 აპრილს ვიხილავთ, როდესაც ლივერპული მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში პარის სენ-ჟერმენს ესტუმრება. ნებისმიერ შემთხვევაში, რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ლივერპულის და პარის სენ-ჟერმენის დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. სენტენდიანის ქართველი შემტევის ურიკო დავითაშვილი კი საფრანგეთის ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა გამოარჩია, რომელიც ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში საუკეთესო მწვრთნელებს, მოთამაშეებს და არბიტრებს ასახელებს. დავითაშვილი სენტ-ეტიენის მესამე ფეხბურთელია, ვინც ორგანიზაციამ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის თვის მოთამაშედ დაასახელა. ქართველმა ეს ჯილდო მეორედ დაიმსახურა. დავითაშვილი პირველად 2024 წლის ოქტომბერში ლიგა 1-ის თვის მოთამაშედ დასახელდა. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა თებერვალში სენტ-ეტიენის 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 23 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე პასია, რითაც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ინგლისის ჩემპიონშიპის 36 ტურში კი გიორგი ჩაკვედაძისა და საბა გოგლიჩიძის უოტფორდმა რექსემს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩაკვედაძეს გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. თუმცა მე-18 წუთზე საგოლე პასი ქუსლით გააკეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაკვესთვის ეს მეასე შეხვედრა იყო უოტფორდის რიგებში. გიორგიმ ამ შეხვედრაში 71 წუთი ითამაშა, საბა გოგლიჩიძემ კი 90 წუთი. ქართველების გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონშიპში მე-9 ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 21 მარტს საკუთარ კედლებში ლესტერის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებში ამ პერიოდში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. მათი ჩატარების განახლებული თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება. ბოლოს კი გეტყვით, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილისანიელმა მარტში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულ 24 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტია, გრაცის შტურმის 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. საქართველოს ნაკრები 2026 წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს თბილისში დაიწყებს და ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს. როგორ ფიქრობთ, რა შედეგებით დამთავრდება ეს შეხვედრები? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.